მოგესალმებით კოლეგებო, დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება შოტლანდიელი ფილოსოფოსის ადამ სმითის უგდავ ნაშრომს გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, რომელიც დაახლოებით 250 წლის წინ შეიქმნა და დღესაც შეიძლება ითქვას, რომ აქტუალურია და დიდ დაინტერესების საგანს შეადგენს როგორც ეკონომიკის სფეროში მოღვაწე თეორეტიკოსებისათვის, ასევე ეკონომიკური პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებთათვის. ადამ სმითი წარმოადგენს შოტლანდიური განმანათლებლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოღვაწეს. იგი დაიბადა ქალაქ კერკოლდში, შოტლანდიაში 1723 წელს და იმთავითვე მიიღო ძალიან კარგი აღზრდა, განათლება. ჯერ კიდევ 14 წლის იგი გახდა გლაზგოს უნივერსიტეტის სტუდენტი, მოგვიანებით სწავლა განაგრძო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბელიოლის კოლეჯში. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მან დაიწყო თავისი აკადემიური საქმიანობა. 1759 წელს გამოაქვეყნა უკვე თავისი პირველი ნაშრომი მორალური სენტიმენტების თაობაზე. რამოდენიმე წლის შემდგომ მას მიეცა საშუალება ძალიან კარგი შემთავაზება მიიღო მან ერთ-ერთი დიდგვაროვანისაგან, ლორდ ბექლიუსაგან, რომ გაეწია მეურვეობა მისი ვაჟისათვის და თანხლებოდა ევროპაში ამ ახალგაზრდის ვოიაჟს. ევროპა, რომელიც იმხანად წარმოადგენდა მოწინავე აზრების გენერატორს, ბუნებრივია, განათლების თვალსაზრისით მისაბაძი იყო და სწორედ ამიტომაც მოხდა ამ დიდგვაროვანი ახალგაზრდას მოგზაურობის ორგანიზება, რითიც ძალზე დისარგებლა ადამ სმითმა, რამე თუ მას მიეცა საშუალება საფრანგეთში შეხვედროდა იმ დროის მოწინავე მოაზროვნეებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში წარუშლელი კვალი დატოვა მის შეხედულებებზე და სწორედ ამ იდეების ზეგავლენის ქვეშ უკვე ევროპაში მოგზაურობის პერიოდშივე ადამ სმითმა დაიწყო თავისი იდეების გადატანა, ასე ვთქვათ, ქაღალდზე. და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში მიიღო ნაშრომის სახე, მოგვიანებით ამას დაჭირდა 10 წელი. ადამ სმითის ბრიტანეთში დაბრუნების შემდგომ მან გააგრძელა მუშაობა ამ ნაშრომზე და 1776 წელს უკვე გამოიცა მისი წიგნი გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის შესახებ, რამაც როგორც უკვე აღინიშნა, იმთავითვე ყურადღება მიიპყრო მოწინავე ევროპული და მსოფლიო საზოგადოების და იქცა იმ პერიოდის საუკეთესო ნააზრევად ეკონომიკურ სფეროში, რითაც საფუძველი ჩაეყარა კლასიკურ ეკონომიკურ პოლიტიკას, კლასიკურ პოლიტიკურ ეკონომიას და იმ ლიბერალური ეკონომიური მოდელის განვითარებას, რაც მოგვიანებით უკვე საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოებმა თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების და შესრულების მთავარ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნიეს.